ბიბლია ხო ემოციებისგან ნაკლებად ხატია, ხო ხატია, არ არის გზნობებს არ გამოხატავს. აი ესეა ბიბლიას, ბიბლია ხატია, ღვთის სიტყვა არის ეს ხატია ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის. ამიტომ ის ემოციებისგან დაცლილია, ბუნებრივია, არ უნდა იყოს, მაგრამ მაინც გამოჟონავს რა. თვით ღმერთის სიტყვაში გამოჟონავს ხანდახან ეს გრძნობა, ადამ სადახარ. აი ეს სიტყვები ადამ სადახარ, როცა წერია თან თარგმანში ვკითხულობთ, ხო ჩვენ და მაინც იგზნობა ღმერთის ტკივილი, სადახარ. ხო, აი მეგობარო გიღალატებს რა, აი სადახარ. და ერთი სული გაქვს, რომ აქავარ მაპატია და გულში ჩაიკრა და არა შენ რო ცოლი მომეცი იმაში წარმოგიდგენია ხორცი ხორცთაგანი ძვალი ძვალთაგანი ანუ მარტო იყო და გაბედნიერდა რომ მარტო აღარ არის და ღვთისაკენ შემოქმედების სწრაფაში მას მეგობარი ყავს მისი ხორცი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანი და მადლიერება რო ქონოდა ამის მაგივრად შენ რო ცოლი მომეცი იმას შემაცდი ну იმან კიდე შენ რო იქეშმა კიდე ასე შემდეგ ძალიან დაზიანდა და ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენც ეგეთი ბუნება გვაქვს. ესე იგი ადამი რომელიც ღმერთს იცნობს და ისე დაზიანდა რომ ღმერთის წინაშე რაღაც სისულელებს ჩადის, ეს წარმოგიდგენიათ აი ადამიანს როგორია რომ რწმენა აქვს და რწმენა რამის გარანტია, ან რაღაცა გაიგო ღმერთის შესახებ და გამოცდილება შეეძინა და ეს რამის გარანტია. რა არის ჩვენი გამოცდილება და ჩვენი რწმენა და ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან ადამის იმ პირველდელ ურთიერთობასთან შედარებით. გესმით რა არის? თუ ის ამხელა გამოცდილების მქონე ასე მდგომარეობამდე დავიდა და მისი ბუნება მაქვს ახლა მე ადამიანის ბუნება მაქვს მე შეიძლება რომ გარანტიად ჩავთვალო ჩემი პატარა გამოცდილება ან რწმენა თუ კი მაქვს ასეთი საერთოდ კაცმა არის ის რომ ეს რაღაცის გარანტია არაფრის გარანტია ეს არ არის ამიტომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული ვაღიაროთ ის და ვიცოდეთ ის რომ ჩვენ რაღაცა შეიძლება არ გვესმოდეს ამიტომაც არის აი სულ ვამბობთ ხოლმე რომ აი კავშირი წმინდა წერილთან წმინდა მამებთან იმიტომ რომ ეს არის გამოცხადება წმინდა წერილი და წმინდა მამები მათი გამოცდილება ამ გამოცხადების გააზრებისა გულში გატარებისა შესაბამისად ცხოვრებისა გარკვეული ნაყოფების გამოღებისა და ფაქტობრივად წმინდა მამათა თხზულებები ეს არის წმინდა ადამიანის ღვთისმორჩილი ადამიანის გულში გამოღებული ნაყოფი ამ გამოცხადების შესაბამისი ამ გამოცხადების შესაბამისი გამოღებული ნაყოფი რომელიც წინ დაგვიდებს ეს რომელიც გვეხმარება რომ ორიენტირების სწორი გქონდეს რომ არ ავწდეთ და რაღაცა რაც არის დემონური ნაყოფი არ გვეგონოს სულიერების ნაყოფი ხო და ეს ყველაფერი გვაქვს ჩვენ და ჩვენ სულ ამბობთ სულ ამას უნდა უღრმავდებოდეთ იმიტომ რომ მუდამ გვჭირდება ორიენტირი მუდამ გვჭირდება ხელი გქონდეს ჩაჭიდული როგორც კი გაუშვებ ხელს ანუ როგორც კი გულგრილი ხდები ამ ყველაფრის მიმართ იმ წამსვე ორიენტირი არეული გაქვს იმიტომ რომ აგერ ადამიანს რა ემართება ხეების უკან იმალება და მე რომელსაც სად არის ხო ჩემი მდგომარეობა იმ მდგომარეობასთან მე როგორც კი ხელს გაუშვებ და ვიტყვი რომ ნუ ხო ვიცი ეს ახარება ეს ხო წაკითხული მაქვს ეს ხო ვიცი წმინდა მამები ხო ერთ და იგივე სინანული რაღაც იმდაბლე ერთ და იგივე წერენ და როგორც კი ამას ადამიანი ასე იფიქრებს და ესე ეგონება იმის საქმე დამთავრებულია შეიძლება ეს ამის დეკლარირება არ მოახდინოს მაგრამ უბრალოდ არ კითხულობს არ აკეთებს არ უღმავდება არ ფიქრობს არ განიცდის ეს იმდენად მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ამის garaშე ვერც კი უნდა ვარსებობდეთ ჩვენ თავს მოსვენების უფლებასაც კი არ უნდა ვაძლევდეთ ბოლომდე და როცა ამას ემატება ჩვენი გარემომცველის სამყარო საშნელი ტკივილი დრამატიზმით ახსავსე ტრაგიზმით რანაირად ვიყვარს ვიღაცები ხო მაინც ცოტათი მაინც ხო გვიყვარს ჩვენს გარშემო და ხედავთ მათ კატასტროფულ უღმერთობას ეს ყველაფერი კარგად რო გაიაზრო მე იმას ისიც კი გაგიკვირდება ხანდახან რომ იცინდე რა სასაცილო საერთოდ არ გვაქვს საქმე ხოლო ის სიხარული და მხიარულება რომელიც ჩვენ გვაქვს უნდა გქონდეს სავალდებულოდ ეს ის სიხარული არ არის ტაშფანდურა სიხარული და მხიარულება არ არის რომელიც რომელსაც ეს სოფელი გვთავაზობს ის სიხარული და ის მხიარულება ის მადლის მიერი სიხარული და მხიარულება რომელიც ჩვენში ქრისტეს ყოფობას გულისხმობს რომელსაც არასოდეს არაფერი არ უნდა მოაკლდეს. ადამიანის დაცემის მერე ადამ სადახარ ხო უთხრა და ვერ გააგონა. იმის მერე აი ეს ადამ სადახარ სხვადასხვანაირად გამოთქმული პერიფრაზირება, სხვადასხვანაირად დალაგებული სიტყვებით, სხვადასხვანაირი ქმედებით მუდამ იმეორებს. აი დღევანდელ დღემდე, აი რასაც დღეს წირვაზე ვიდექი და გვესმოდა საღვთო სიტყვები დღევანდელ დღემდე ღმერთი აი ამას იმეორებს ადამ სადახარ და ეს ადამი თითოეული ჩვენგანია ხო სადახარ და ელოდება მხოლოდ ერთ რამეს აქა ვარ უფალო შემინდე შეცოდებანი ჩემ
სხვას არაფერს არ ელოდა. მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვაკეთებ. ასაც ნამდვილი სინანული ქვია.